მოგესალმებით, გადაცემა ანტრეპრენერის ხმა დღეს იმყოფება ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას თბილისში და მას ყავს ასევე ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარი, ზურა შევარდნაძე, ყველასათვის საყვარელი ადამიანი, რომელსაც საზოგადოება ძირითადად იცნობს როგორც მებაღეს, როგორც ბიოლოგს, როგორც იუმორისტს, როგორც მრავალმხრივ ნიჭიერ ადამიანს, მაგრამ ნაკლებად თუ იცნობენ როგორც ანტრეპრენერს, თუმცა რა გასაკვირია, რომ საზოგადოება არ იცნობს როგორც ანტრეპრენერს, თავად ზურაბმაც სულ ახლახან აღმოაჩინა, რომ თურმე თვითონაც ანტრეპრენერი ყოფილა. მე არ მგონია რომ რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ, არ მგონია ჩემთვის გულწრფელად არავითარი ზედმეტი გადაჭარბების გარეშე, ზუსტად მგონია რომ ეს არის ჩემი ბაღი და ასია. ჩემთვის ასია. ჩემი ეზოა, მე ვცდილობ ვაკეთო ჩემი საქმე ისე როგორც ეს მე შემიძლია და წარმომიდგენია და აღმოჩნდა რომ ეს მარტო ჩემთვის საინტერესო არ არის, სხვებისთვისაც არის საინტერესო. ჩვენ არ ვტყუით არ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტი მცენარე გავუყიდოთ, ამდენიც არა გვაქვს. არ ვცდილობთ რომ რაღაცა ხერხებით, ხო ბევრნაირი ხერხი არსებობს იმისთვის რომ ბევრი მცენარე და ბევრი ასე ვთქვათ საქონელი ჩემთვის შეურაცხმყოფელია როცა საქონელს ეძახიან მცენარეს და მე მგონია რომ მე სწორად ვაკეთებ ჩემს საქმეს. მე სხვანაირად არ შემიძლია. არ მომწონს როცა ადამიანები და ჩემი კოლეგები თუ ჩემი კონკურენტები თუ რა ვიცი ვინც არ მომწონს როცა მცენარეებთან არ არის მე არ შემიძლია. შეიძლება ეს სხვისთვის მისაღები ფორმა და მისაღები ხერხია. ივენთ მენეჯერები ხო, აი ვინც აკეთებს ღონისძიებებს, რამდენჯერმე ყოფილან ჩემთან ამ ბოლოს და თხოვეს რომ მოგვაქირავეთ მცენარე. ამაზე უფრო შეურაცხმყოფელი ჩემთვის არაფერი არ არის. ჭირდებათ რაღაც ღონისძიებების გასაფორმებლად მცენარეები. არც წარმომიდგენია ეგ როგორ შეიძლება გამოვიდეს. და ცოტა წინთ კიდეც და უარს რომ ვეუბნები რომ ვერ გაგატანე ხლა ასე შენ სადღაც და მე მომიტან და მე ასე ამ ფორმით მე მცენარეებთან ურთიერთობა არ გამომდის და არ მინდა რომ გამომდიოდეს. ზურა, რა მინდა კითხო? როცა საქმე ბუჯდება, მაგალითად და ეხლა გასაგებია რომ ყოველდღიურ სიტუაციაში შეიძლება ბევრი რაღაც ბუჯდება. ვის აბრალებს? სად ეძებ პრობლემას? ჩემს თავს რა თქმა უნდა, რაღაცა ვერ ვქენი მე, ვერ მცენარეებთან სუსტად ასია. ამას არაფერი დაფიქრებაც არ ჭირდება ამაზე პასუხს. მცენარეებს თუ მცენარეს ცოცხალია და თუ ოდნავ ყურადღებას მოაკლებ, ესე იგი ვერ მიხედე, ვერ ჩაუღრმავდი, ვერ მიხვედი მასთან ახლოს, ვერ გაიგე რას გეუბნება, სულ პრეტენზიები აქვთ ხომ? მცენარეებთან მებაღეობა ჩვენი საქმე ეგ არის რომ გესმოდეს მისი სულ მეუბნებიან ელაპარაკები, არ ველაპარაკები უსმენ. რა ველაპარაკო მართლა ეგრე ხო არ არის საქმე? უსმენ ნიშნავს რომ მასთან უნდა იყო ახლოს და მისგან იღებდე პასუხებს და შეკითხვებს, რატომ ასე, რატომ ისე, რატომ მოსმენა უნდა შეგეძლოს და სულ ვაბრალებ ჩემ თავს რომ ეთყობა ვერ მივაქციე ყურადღება, ეთყობა ადამიანებიც ასე არ არიან, ადამიანებთანაც მაგიტომ ფუჭდება საქმე. ურთიერთობა. უფრო მეც ფიქრობ თუ უფრო მეც აკეთებ? უფრო მეც ვაკეთებ. ფიქრი ნაკლებად შემიძლია და არის პერიოდები ჩვენს პროფესიაში, როცა ფიქრის დროს საერთოდ არ არის. აი სულ მეუბნებიან მოსვლა მინდა დაგელაპარაკო, მეუბნები ეხლა ლაპარაკის დრო არ არის, ეხლა შრომის დროა. ეხლა გაზაფხულია, გაზაფხულზე ვერ დაჯდები ასე ბაღში და იმიტომ რომ გეძახის, ყველაფერი გეძახის და ყველაფერს უნდა 10-ჯერ უფრო მეტი მიკითხვა, 10-ჯერ უფრო მეტი ყურადღება, 10-ჯერ უფრო მეტი შრომა. ზამთარში არის საამისო დრო, ძალიან მადლიანად არის ეგ საქმე გადანაწილებული. აი მართლა უკეთესად რომ ვერავინ ვერ გააკეთებს. ზამთარში გეძლევა ამის გაანალიზების, დაფიქრების, ცოტა გეგმვის, ცოტა ჩამოწერის, თუნდაც შენ შეცდომებზე რაც წინა წელს დაუშვი, ბევრ რამეზე გეძლევა საშუალება რომ ზამთარში ამაზე მოძებნო პასუხები. ეს პრობლემები, წინააღმდეგობები, რომელიც გაწყდება ყოველდღიურ საქმიანობაში, ზამთარში იქნება თუ ზაფხულში, როგორ ფიქრობ? უფრო გაძლიერებს თუ უფრო გასუსტებს? რა თქმა უნდა გაძლიერებს. აბახოს ყველაფერი რომ ასე გამოდიოდეს და ყველაფერი დაუბრკოლებრად რომ გამოდიოდეს, მაშინ ვფიქრობ რომ ინტერესიანიც არ იქნებოდა ეს ამბავი და საინტერესო არ გამოვიდოდა. მე მგონია რომ ეგ ნაწილია. წინააღმდეგობები და მე ამ წინააღმდეგობების გადალახვა ხე ჩემი მოგონილი არ არის რომ ადამიანს საინტერესოს ხდის საქმეს და პიროვნულად და პროფესიონალურად ზრდის, რა თქმა უნდა. ვიცი რომ ბიზნეს გეგმა არასდროს არ გაგიკეთებია, დღესაც არ გაქვს მიუხედავად იმისა რომ ახალ საქმეებს იწყებ. არც ვიცი რას ნიშნავს ბიზნეს გეგმა, ვერც ხვდები რა უნდა იყოს, მართლა. როცა მინდა რომ რამე გავაკეთო, იმას კი არ ვფიქრობ რომ რაღაცა ეს დავგეგმო და დავწერო. ვფიქრობ რა ვქნა იმისთვის რომ ის გამომივიდეს.
რა ღონეს უნდა მივმართო, რა მცენარე შეველიო, რა მცენარე გავიმეტო სხვისთვის. რაღაც ასე გამოდის, რა ვიცი, სხვანაირად არ შემიძლია სხვანაირად. განა იმიტომ რომ რაღაცა არ მგონია რომ სწორია რომ ადამიანმა დაგეგმოს, ჩამოწეროს, ძალიანაც მომწონს სხვები როგორც აკეთებენ, მაგრამ მე არ შემიძლია, არ გამომდის. ამის დაგეგმვა არ გამომდის. ფინანსებთან საერთოდ არ გამომდის. არ შემიძლია. დათვლაც კი არ შემიძლია, ფულს რო ვითვლი, ყოველ ჯერზე სხვადასხვა ციფრს ვიღებ, იმიტომ რომ არ შემიძლია, არ არის ეგ ჩემი საქმე. მართლა არ გამომდის. ზურა, მოულოდნელი შეკითხვა მაქვს ესე. ზანეთ. ყველაზე ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ავტორიტეტულმა და ცნობილმა ორგანიზაციამ საქართველოში, რომ შემოგთავაზოს სამსახური, საუკეთესო პირობებით, რომლის ხელფასი იქნება 10-ჯერ უფრო მაღალი ვიდრე დღევანდელი შეცდომა. არ შემოუთავაზებიათ გონიათ? მართლა? როგორ გონიათ? არ შემოუთავაზებიათ? და სულ არ საუბრობ. არც მაინტერესებს საერთოდ ამ თემაზე დალაპარაკება. არც სხვა არაფერი არ წარმომიდგენია იმის გარდა, რასაც ვაკეთებ. არ მინდა, არავითარ შემთხვევაში. ჩემი საქმე არ განისაზღვრება რაღაცა ფასით. ჩემთვის ყველაზე მთავარი ფასი არის ის, რომ მე ვაკეთებ იმას, რაც მინდა, მიხარია რომ თენდება, მიხარია რომ ღამდება, იმიტომ რომ დავისვენებ და ხვალ ისევ მე სხვა საქმე არ წარმომიდგენია. ეს არის ჩემი საქმე. მე სხვა არაფერი არ მინდა, არც 10 მაგი, არც 100 მაგი, არც არანაირი ანაზღაურების ფასად. სულ ვამბობ, მექნება შესაძლებლობა 10 კაცთან ერთად ვიშრომებ, არ მექნება 5-თან ერთად, სულ თუ არ მექნება, იმდენს ვიზამ, რამდენსაც მე შევძლებ. მე სხვა საქმე მებაღეობის გარდა არც შემიძლია და არც წარმომიდგენია რომ გავაკეთო. ზურა, აი როგორ ფიქრობ, შენი პიროვნული თვისებებიდან, რომელი აღმოჩნდა ყველაზე მეტად გამოსადეგი შენ საქმეში? შრომის მოყვარეობა, თავ გადადებული შრომის მოყვარეობა. რომ გითხრათ ახლა რომ რაღაცა ციდან დამეცა ყველაფერი, ყույლი იქნება და არც არავინ არ დამიჯერებს, ხო? მე ვფიქრობ, რომ ბევრი ახალგაზრდასთან მაქვს ახლა ურთიერთობა, სტუდენტებთან მუშაობ ხოლმე და ბევრი მოსწავლე მოდის ჩვენთან და ხედავ მე ამ ამბავს. მგონია რომ სიტყვა თავ გადადება და თავის დადება საქმისთვის გაქრა საერთოდ. აღარ არსებობს ლექსიკაში და აღარ ვიყენებთ ამ სიტყვას. აი ნებისმიერ ახალგაზრდას ჩემი ასაკის დაბლა რომ დაელაპარაკოთ, გეტყვის რატომ უნდა გადავდო თავი, თუნდაც საქმისთვის, თუნდაც ოჯახისთვის. არა, თავის გადადება აღარ არის სწორი. მე ასე მასწავლიდნენ ჩემმა ბებიამ, ჩემმა ბაბუამ, ჩემმა მშობლებმა. თუ არ გადადებ თავს, არაფერი არ გამოვადა. მგონია რომ ეს არის ის თვისება, თავ გადადებული შრომა. თავ გადადებული შრომა. გაანალიზება, დაფიქრება და შრომა, ხელით შრომა. თავ გადადებული შრომა შვება ყველაფერს. რომ არ წარმოგიდგენთ, იმისთანა შედეგები შეიძლება მოიტანოს მაგ შრომა. თუ ცოტას აზრსაც მიატან და მარტო არ ბარს ურტყა უაზროდ და ცოტა მას გააზრებულად გააკეთებ, არ შეიძლება რომ ამ შედეგი არ მოიტანოს. ასე თუ არა ისე თუ არა ასე რაღაცა შედეგამდე რომ არ მიგიყვანოს, მე მგონია რომ არ არსებობს. გასაგებია. ზურა, შენმა რომელიმე თანამშრომელი, რომელიც შენ თვითონ აიყვანე, ან თავის ფეხით მოვიდა, შენ მოიყვანე, გაზარდე, პროფესიონალად აქცე. აი ხვალ რომ დატოვოს გარდენი. რა დატოვოს, ყველა წავიდა, ყველა მიდის. 3 წელიწადს აკეთოს თავის ბიზნესი, გარდენიას კონკურენტია. შენი რეაქცია როგორია? მე ძალიან ვრაზდები პირველ ჯერზე, როცა ამას არასწორ დროს მეუბნებიან. აჰა. იცი რა, რაზე ვრაზდები, იცით რომ მიდიან, რამდენი წასულა, რამდენი. აქ იქნება ალბათ, რა ვიცი მე, 500 კაცი მოსული და წასული. თუ ვინმე რამეს აკეთებს ამ ქვეყანაში, ამ საქმეში ყველა ჩემი გაზრდილია. და ეს თან გვახარებს ეს ამბავი. იცი რა, რომ გითხარო, ახლა ამითი ძალიან აღფრთოვანებული ვარ, ყույლი იქნება, მირჩევნია რომ ეს გამოწრთობილი, გამობრძმედილი და ჩამოყალიბებული პროფესიონალები ჩემს ირგვლივ ფუსფუსებდნენ, მაგრამ ეგრე ხო არ არის. ვრაზდები თუ ამას არასწორ დროს შეარჩევენ საამისოდ. მებაღეობის საქმე თავდება დეკემბერში. ჩვენ დეკემბერში ვამთავრებთ, ახალი წლის დეკორაციებით ვამთავრებთ, ერთმანეთს ულოცავთ ახალ წელს და ვიშლებით 1 თებერვლამდე. ზამთარში არის ჭიშკარი დაკეტილი, სტუმრებს აღარ ვიღებთ. დეკემბერში უნდა თქვა, როცა გინდა შენ რაღაცა ახლის დაწყება და არა თებერვლის ბოლოს, როცა 1 მარტს იცი ჭიშკარი უნდა გაიყოს და ამდენი ადამიანი უნდა ისევ მოვიდეს შენთან და ისევ შენ გაფურჩლილი უნდა დახვდე. თუ სწორ დროს შეარჩევ და სწორ ფორმას და ასე ვთქვათ, მოძებნი, ამაზე კარგი რა უნდა იყოს, ამაზე სასიხარულო რა უნდა იყოს, როცა ადამიანი გეუბნება რომ მე ახლა იმდენად გამოვიწაფე, იმდენი ვისწავლე შენგან, რომ ახლა შემიძლია მე ჩემითაც რა მევქნა. ეს ამაზე ბედნიერება მასწავლებლისთვის რა უნდა იყოს. ნამდვილად. ხო, მაგრამ ის რო ვერ ვასწავლე ფორმა და დრო რო შეარჩიოს, მან უკვე ვანათებ. ზურა, ანტრეპრენერები ძირითადად ხშირად რისკავენ. სხვანაირად არ გამოდის. შენ ცხოვრებაში როგორ? სულ რისკი, აბარა, მაგრამ რა უნდა დავკარგო? აი
გაზომილია შენი რისკი ყოველთვის. ანუ რისკი გაზომილი არ არის. გაზომილი არ არის. მეტი შესაძლებლობა მე არ არის. ბუნებრივად რასაც რა შესაძლებლობაც მაქვს იმ შესაძლებლობის ფარგლებში რისკიანად მოქმედებ. მეტი რა უნდა რას დავკარგავ. აი ფიქრობ რომ არის რაღაც ზღვარი, როდესაც შენ შეიძლება გაჩერდე და თქვა რომ რაც უნდა მიმეღწია, ყველაფერს მიმეღწია, მოდი ახლა დავისვენებ, ახლა ფექსზე გადავ. არა, სულ ვანგრებ. აშენებულებს ვანგრებ, სულ ვანგრებ და ვაშენებ. რაც თავი მახსოვს, ჩემ თანამშრომლები ზოგჯერ მიიწრებიან და სულ მეუბნებიან ზურა ამას როგორ ანგრევა? ეს ხო 5 წლის წინ არა ვაშენეთ, ეს ხო შარშან დავამთავრეთ. არაფერი არ შემაჩერებს. სულ ნგრევაში და შენებაში ვარ, მაგრამ მომწონს ასე. ადამიანის წარმატებაში რა წილი აქვს ბედს და იღბალს? შენი გამოცდილებითაც და შენი აზრითაც. ჩემი გამოცდილებითა და ჩემი აზრით მაგით იწყება ყველაფერი. ზოგს ეს გამოზდის და რაღაცა დააფერთხავს, განგება ღმერთი, რა ვიცი, რაც გვინდა დავარქვათ, ზოგს ძალიან შეუშლის ხელს. აი მე გრძნობ მაგალითად და მithქვამს ეს ხშირად ჩემი ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, რომ სულ გრძნობ უკანა მხრიდან, აი ზურგიდან როგორ მაწვება რაღაცა ძალა და მივყავარ გამოუსვლელი, აი რომ არც ერთი ლოგიკით არ უნდა გამოვიდეს, ისეთი რაღაცები გამომსვლია. წესით არ უნდა გამოვიდეს, მაგრამ გამოდის. გამიმართლებს დავთესავ რაღაცას და დავრგავ და არც ერთი კანონზომიერებით არ უნდა გაიხაროს და რაღაცა აი რა ვიცი. ცოტა ენერგიის ამბავიცაა, რომ შენ თუ ამას გაიღებ და თუ ძალიან გინდა რომ გაიხაროს, მე მჯერა ამისი რომ გაიხარებს. ისე გაგაოცებს, რომ შენ თვითონაც დარჩები ძალიან გაკვირვებული ამისგან, რომ როგორ გამოვიდა ეს, აი რა მქნა ეს, რომ ამ დათესილმა ხო წესით არ უნდა მოსულიყო, რატომ მოახერხა ეს? ეგ არის ჩემი პროფესიის მთავარი სტიმული და მასტიმულირებელი და აი გამაძლიერებელი ემოციის ეგ არის რომ სულ სიურპრიზები, აი სულ რაღაც არის ახალი. ამიტომაც არის საინტერესო. კი, ამიტომაც არის საინტერესო. აბა მაგის გარეშე რა იქნებოდა ამდენი აღფრთოვანებული ადამიანი, ეს ხო ძალიან დიდი ბედნიერება. ეს შენ გმუხტავს პოზიტიური ენერგია. აიმედეთ, აბა წარმოიდგინეთ, ეხლა ცარიელ ბაღში რომ იჯდე ასე მუდოსავით მარტო. ამდენი ადამიანი რომ მოდის, ეგ ხო აღიარება. რაღაცას რომ დაარგავ კომპოზიციას გააკეთებ და თლათ არ ხარ კმაყოფილი, ხო? აი წარმოიდგინეთ რა კაი გრძნობაა რომ გააკეთე რაღაცა მოინდომე, მაგრამ ისი არ გამოგივიდა როგორც გინდოდა და გამოდგია, აი სადღაც ბაღში დადგი და ცოტა ხანში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც იტყვის რომ მე როგორ მომწონს, ხო არ შეიძლება რომ ეს მე თან წავიღო და იკითხავს უფლებას, ითხოვს ამ ასე ვთქვათ, შენს ნამუშევარში გადაიხადოს გარკვეული თანხა და თან წაიღოს. ამაზე დიდი აღიარება რა უნდა იყოს. ეს ხო ძალიან კაი ამბავია. როცა ხედავ, თან მადლობას გეუბნება, იმისთვის რომ შენ იშრომე, იმისთვის რომ მან ფული გადაგიხადა, ტყუილა ხო არ წაიღო რა? და თან მადლობას გეუბნება, იმისთვის რომ ძალიან მადლიერი ვარ და მადლობელი რომ ეს მიმაქვს. ეხლა შენგან ან გვირგვინს გავაკეთებ თუ ან კომპოზიციას, ან დავრგავ რამეს და უცებ მე არ ვარ თლათ კმაყოფილი და მინდა რომ უკეთესი გამომივიდეს და ის ადამიანი ისე შეგაქებს, ისე ხედავ როგორი კმაყოფილი მიაქვს, როგორ მადლიერია, ამაზე დიდი არაფერი არ არსებობს. არაფერი აღიარება, მას მეტი აღარ შეიძლება რომ მოყვეს. სიტყვით აღიარებასაც ჯობია ეს, ყველაფერს ჯობია, როცა ხედავ შენი ნაკეთები მიაქვთ. შენი გაზრდილი მცენარე რომ მიაქვთ და ამ მე ფოტოებს გიგზავნიან ეხლა ხო ეს შესაძლებელია. და გეუბნება რომ ამხელა გახდა ეს ჩემი ხე ნახე როგორ აყვავდა, ნახე რა კარგია. გები ხოლმე ჭუიდან, ისე მიხარია. ზურა, ანტრეპრენერის ჟურნალის გამოცემის მთავარი იდეა და ამ გამოცემისაც მათ შორის არის ის, რომ შენნაირი წარმატებული ადამიანები გავაცნოთ საზოგადოებას, ხალხს, მათ შორის ისეთ ადამიანებს, ვინც დღეისათვის შეიძლება სახში ზის, ხელი აქვს ჩაქნეული, მომავლის იმედი არა, არ იცის ელემენტარულად რა გააკეთოს. შენ უკვე ბევრი ისაუბრე, მაგრამ მაინც ბოლოს დასკვნისათვის მინდა კონკრეტულად არა მხოლოდ მებაღეობით დაინტერესებულ ადამიანებს, ზოგადად ადამიანებს, ახალგაზრდებს, ძველგაზრდებს უბრალოდ მიცერჩევა. რა არის მთავარი, რომ ისინი ცხოვრებაში შედგნენ როგორც წარმატებული ადამიანები. ძალიან მარტივი პასუხი მაქვს, მაგაზე ხშირად მეკითხებიან, ხო? მე ვამბობ, რომ პირველია გამოძებნო შენთვის სასიამოვნოდ საკეთებელი საქმე. ის არა რა გაწყობს. რა გინდა რომ აკეთო? და რაც გინდა რომ აკეთო, იმას თუ გააკეთებ მთელი გულით, აუცილებლად ამას წარმატება მოყვება. ეს გარდაუვალი კანონზომიერება. ამას არაფერი არ შეცვლის და არაფერი ამაში არ არის საურჭოფო. თუ კი ნამდვილად გინდა იმის კეთება, რაც გინდა და იმ გინდას აკეთებ მთელი გულით, აუცილებლად ამას შედეგი ექნება. ან დიდი, ან ცოტა, ან ისე, ან ასე, მაგრამ აუცილებლად შედეგიანი იქნება ეს ამბავი.
პირველი სულ ვეუბნები ბავშვებსაც ვეუბნებით მოძებნეთ რა გინდათ რის კეთება გინდათ ზოგჯერ ისეთ რამეს მეტყვიან აი სულ ვეუბნები რომ მითხარით რა გინდათ აი როგორ გონია გიორგი რა გინდა რის კეთება გინდა ისეთ რამეს მეტყვის რომ ხალ თვალებზე ხელებს წავიფარებ არ მინდა იმის მოსმენა რაც უნდა მაგრამ ვეუბნები შეეცადე რატო არ აკეთებ მოდი დაიწყე რაღაცა ესქენი ისქენი ისექენი ასექენი ქენი ანუ დაწყება არის პრობლემა პირველი ნაბიჯის გადადგმა არის აბა იცი რა არენდობიან თავიანთ თავებს და არ ხშირად ასია ხშირად შემხვედრია რომ ვერ დგავს ნაბიჯს რომ ეშინია დაცინვის წარუმატებლობის რაღაცა ემოციური წნეხია ირგვლივ არ აღიარების შიში რომ ეს შენი გაკეთებული კომპოზიცია მეც მაგამის შიში სულ ფიქრობ რა მეშველება ეს რო არ მოეწონოს ახლა დაკვეთას რომ მივიღებ არ მძინავს რომ რა ვქნა ახლა როგორ ვქნა რომ მოვაწონო ესა ისე როგორ უნდა გავაკეთო რომ მოეწონოს და კმაყოფილი დარჩეს ამაზე ძალიან მაწუხებს ეგ ამბავი ყოველთვის მაგრამ შენ მაქსიმუმი უნდა გააკეთო შეეცადო და თუ ისე მოხდება რომ არ მოიწონებს საწყენია მაგრამ შენ და შეეცადო გასაგებია ზურა ბოლოსკენ ხმე მინდა გთხოვ მე მაჩვენო დამათვალიერებლობა შენი ახალი მშენებლობები მაგრამ იქამდე მაყურებელს რო უთხრათ რას აშენებ რა მიზნით და რა შეიძლება ველოდოთ გარდენიაში უახლოეს მომავალში გარდენიაში უნდა ველოდოთ ბევრად უფრო გამრავალფეროვნებულ ასორტიმენტს მცენარეებისას გულწრფელად რო გითხრათ ცოტა მომბეზრდა პეტუნიების თესვა იმიტომ რომ იყო დრო როცა არავინ არ თესავდა ჩემს გარდა და ჩვენ ვიყავით პირველები ვინც ამდენ ყვავილს თესავდა და გამოვყავდა ეხლა ამას სხვები ახერხებენ უკვე ამიტომ მე მგონია რომ ჩვენი შესაძლებლობების ადამიანები აღარ უნდა მოცდენ ამაზე რასაც სხვებს შეუძლიათ სპეციალური კოლექციები უნდა გავაკეთო აი სუკულენტების უკვე 900 ჯიში მოვაგროვე და უკვე ამაყივარ ამითი განსაკუთრებული ვარდების კოლექცია მაქვს განსაკუთრებული ზამბახების კოლექცია მოვაგროვე განსაკუთრებული ჯიშები უკვე დაწყებული მაქვს და ძალიან მალე შევაგროვებ მე ამ ჯიშებს ბევრი დაგეგმილი მაქვს ასევე მივლინებაც ამ ზაფხულს და ბევრ საინტერესო კოლექცია შევაგროვებ და უფრო გავაბაღებ აქაურობას ეხლა ძალიან სანერგია ხო ძირითადად მოდიან მცენარეების წასაღებად და ეზოებს ვაკეთებ და ასე შემდეგ ობიექტებს ვამწვანებ მაგრამ უფრო წავა მე მგონი იქეთკენ მიდის რომ წვანე გაკვეთილები უნდა გაძლიერდეს იმიტომ რომ ეს ძალიან კაი პროექტია ბავშვები ძალიან კმაყოფილები მიდიან და ამდენი გახარებული ბავშვის ნახვა ძალიან სასიამოვნოა ეს ერთი მასტერკლასებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და დეკემბრამდე სულ ყველა ადგილი სავსეა და ბევრი ადამიანი მოდის ინფორმაციის მისაღებად და შაბათობით ყოველთვის ამას ვაკეთებთ. რა თქმა უნდა მცენარეების საყიდლად ბევრი მოდის და ბევრი მოდის სანახავად და ვფიქრობ რომ ნახვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაღაცის გატანება და რაღაცის გაყიდვა ვფიქრობ რომ უნდა მაქსიმალურად გავაბაღო აქაურობა ბაღი უნდა გავაკეთო. ზურა, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ. რამდენიმე და დარწმუნებულია რომ შენ კიდე ბევრჯერ არაერთხელ გააოცებ სასიამოვნოდ შენს ერთგულ და ლოიალურ კლიენტს, ასე ვთქვათ და ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს კი ვეთქვი რომ გარდა ამ საინტერესო გადაცემისა მათ აქვს საშუალება ზურასთან ინტერვიუს უკვე ანტრეპრენერის იუნისის ნომერში გაესწრო. ზურა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებ. მადლობელია.